მოამზადებ ორაგულის სტეიქს ევროპულ სტილში. კაპერსის თეთრი соუსით და კარამელიზირებული კომშით. კულინარიაში კომს მრავალნაირად იყენებენ. აცხობენ ღუმელში, ამზადებენ პიურეს, კონდიტერები დესერტში იყენებენ. უხდება ფარშირებულ ხორცს, ცხვრის ხორცს და რა თქმა უნდა თევზს. მე კომში ყველაზე მეტად თევზს მიყვარს. მარილი, პილპილი, მაშასე, დავიწყე. სეზონური კომში. ამოვიღებ ურკას. კომში მზად არის. ავიღებ ჭარხალი. გავასუფთავებ ფოთლებისგან. თითქოს აი ესე გავფრიკე, რომ უფრო ფერი წამოვიდეს. ამასობაში დროს არ დავკარგავ და ავანთებ ცეცხლს. ზეთი, ცოტაოდენი კარაქი, დაახლოებით 60-70 გრამი. ჭარხალი შეგვიძლია აი ესე ჩავჭრათ ჯვარისებულად. უნდა გამოვიდეს ხრაშუნა, ტკბილი. ჩავყარე კომში ჭარხალი და დაუწიე ცეცხლს. მოიშუშო ცოტა ხანი. დავაცალოთ 5 წუთი. ამასობაში ავათებ მეორე ცეცხლს. უნდა შევწვა ჭარხლის ფოთლები. მოუშუშო უბრალოდ. ცოტა ღეროებს დაუტოვებ. ზეთი. ცოტა კარაქი. დაველოდები დადნობას. მოვიმზადებ სამკლიო ნიორს. მივხედავ კომშს. ცოტაოდენი, როგორც კი მოიშუშება, ეგრევე უნდა დავახლოთ. სიმხურვალი ამოდის, შიგნით ვერ რჩება, კომში რბილდება, ჭარხალი რბილდება. კარაქი დადნა, ჭარხალი პირდაპირ. აი ეს შავალაგე. ამოურიე. გახიხილი ნიორი. ნიორი არომატს აძლევს. სუნელი დგება. ეგრევე ხდებით რომ რაღაც ძალიან გემრიელს ამზადებთ. ამოატრიალე. ცოტა მაჭარს გამოვიყენებ. რა თქმა უნდა, მარილი, რა თქმა უნდა, პილპილი. ჭარხალი ჩაიშუშა. აჰა, რა კარგად, რა კარგი ფერი მიიღო. რბილია უკვე, შიგნით ხრაშუნაა. გამოვხდი ჭარხალი. ჭარხლის ფოთოლს დიდი ხანი აუვლა, მერე ფერს იწვის, გემოს იწვის და არა ესთეტიურია. კომში იდეალურია, სჭირდება შაქარი. შაქარი სჭირდება დაახლოებით 2 ნახევარი სუფრის კოვზი. კარგად მოურევ. თევზი დარწმუნებული ვარ უკვე მზად იქნება. აი, ნახეთ თავისუფლად ხდება. იდეალური ხაზები, მარილი გემოვნებით, პილპილი გემოვნებით. კომში მზად არის, დავიწყეთ თევზში საწყობა. პირველ რიგში ბალიშად გავუკეთებ მაჭარში ჩაშუშულ ჭარხლის ფოთლებს ნიორთან ერთად. არომატი არის, არაჩვეულებრივი.
კომში. ვაუ, კომში. ამითი ეს კერძი არ მორჩა. ევროპულ სამზარეულოში უმნიშვნელოვანესი არის соуსი. შეგიძლია უბრალოდ შეწვა თევზი, ქათამი, ყორისხორცი, ცხვარი, ნებისმიერ ბაყაყიც. თავარი არის соуსი. соуსი აძლევს აი ეს არომატს, აი ეს რაც აძლიერებს. ჩემი соуსი არის მარტივი, ამას ქვია თეთრი соуსი. ამისთვის ვჭირდება ისევ და ისევ ცოტა ზეთი, კარაქი. კარგად დავადნობ დაბალ ცეცხლზე. ქვილი ცოტა. ერთი სუფრის კოვზი. ნაღები. რძე. კარგად უნდა მოურიოთ. რომ ბურთები არ დარჩეს соуში. თუ გასქელდა, არ შეგეშინეთ და დაამატეთ ცოტათი კიდევ უფრო რძე. თუნდაც ნაღები. დიჟონის დოგვი, ერთი სუფრის კოვზი. კაპერსი. მარილი. ნაღები. ზე. კარგად მოურევ. ბოლო ინგრედიენტი არის ნიორი. ფრანგებს ძალიან უყვართ კარაქი, ფრანგებს ძალიან უყვართ ნიორი. ნიორი ბევრი არ მინდა რომ უბრალოდ ბოლოში ვიგრძო. соуსი თითქმის მზად არის. ამ კერძში ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი გემო. ჩვენ გვაქვს კომში, ჩვენ გვაქვს ჭარხალი, კარამელიზირებული ანუ ტკბილი, მაჭარში მოთუშული ჭარხლის ფოთლები და თეთრი соуსი. მზად არის соуსი. მარტივად არ მინდა გავართულო ეს რეცეპტი, მარტივად ზემოდან მოვასხავ соуსი. და ბოლო ცედრა. ლაიმის ან ლინის ცედრა. ცედრას ვაყრი მარტო თევზს. მე არ მინდა ზედმეტი გემო მივცე სეზონურ კომშს. ორაგული სეზონური კომშით, ახალი ჭარხლით და თეთრი соусით მზად არის.